წინააღმდეგ, მით უმეტეს ტორპედოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით ამ სეზონში ძალიან წარმატებულად თამაშობს. ეროვნულ ლიგაში უშუალოდ ტორპედოს სპაირი დამარცხებული არ ჰყავს დასრულდა. ეს გუნდები მარტო ეროვნულ ლიგაში ერთმანეთს არ შეხვედრდნენ და ეს სეზონი არ არის პირველი, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იქამდე იყვებში ცდილობს ბურთი გააკონტროლოს, ხარაბიძე თამაშობს არაჩვეულებრივად მარჯვენა ფლანგიდან და საკმაოდ სივრცეც არის მის წინ, კარგი გადაწება. მამუჩაშვილი აწვის დარტყმა და მე-6 წუთზე ქუთაისის ტორპედოს შეეძლო გოლის გატანა და იბერია პირველ შეხვედრას 8 ივლისს ჩაატარებს და მე განმეორებით შეხვედრა ან 14 ან 15 ივლისს გაიმართება. ჯერ ეს შეტევა ვნახოთ. არაბიძე ყურადღების ცენტრში შორიდან აპირებს დარტყმას და მორიგი ლამაზი გოლის გატანას დაარტყა და აქ ხუთი ფუტკარაძე ეუქლება ბურთს. ლამაზი გოლი და მას რა თქმა უნდა შეუძლია მსგავსი წერტილებიდან პრობლემები შეუქმნას ნებისმიერ მეტოქეს. ხო, საუბრობდი მაშინ ასე თქვა თერორიზმზე და ეს ძალიან ცუდი სერია უნდა შეწყდეს. აუცილებლად უნდა შეწყდეს და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. შეძლების დაგვარად რა თქმა უნდა. აქ ძალიან კარგი მცდელობა თბილისელთა შესრულებით და გადარჩა ქუთაისის ტორპედო, თუმცა გრძელდება ამ ეპიზოდში სპაირის ესიერში. ძალიან კარგად კომბინირებენ, უნდა ვთქვათ, თბილისელები. აქ ცალუღელაშვილის დარტყმა ვნახეთ, თუმცა არ გამოვიდა ეს დარტყმა. ზუსტად მატჩებს, რომლებშიც სპაირი თითქმის არასდროს არ ნებდება, ყოფილა მატჩები, რომლებიც რა თქმა უნდა სპაირს წაუგია და ასეთ იგივე ამ სეზონში 7 იყო, 6 უკვე ტრავმის გამო პორტუგალიელი 27 წლის მცველი მოედანზე აღარ გვინახავს. არა და იმ შეხვედრამდე, იმ ტრავმამდე მთელი ამ საზაფხულო მონაკვეთიდან აი 31 ტურის იქნება ქართული კლუბების მხრიდან შედარებით იოლად გაივლიან ის მოთამაშეები ადაპტაციას და არ გაუჭირდებათ ალბოს აღება. ნახოთ ეს ეპიზოდი დეისაძე ცდილობდა გატანას წოდება საჯარიმოში, ამჯერად მაღალი ბურთი გაუშვა სამხარაძემ, ისევ მასმისტის ბურთი, ჩაწოდება კიდევ ერთი შორეულ ძელთან ახლოს და კიდევ ერთი კუთხური. მე-5 კუთხური სპაირის შესრულებით დამკვიდრდნენ მასმიზელთა საჯარიმოში და ის შეიძლება პრობლემა აღმოჩნდეს. ფაქტია, რომ ვერ მოახერხეს ამ სტანდარტულების მოგერიებას. მოქმედი ჩემპიონი ეროვნულ ლიგისა საფრთხეთო წავიდა ძალიან თან ბურთი აქ თბილისელთა კარისკენ. კონტური თუ სწორად შენიშნა კი ბატონო და კინაღამ ჩაიჭრა ბურთი კარში. თითო ქულა აიღეს გუნდებმა რამა შენგელია სახელობის სტადიონზე. არ გამოვიდა მაინც და მაინც სანახაობრივი ეს შეხვედრა.